მოგესალმებით ყველას, ჩემო ძვირფასებო, მოგიკითხავთ სულ ყველას დიდი სიყვარულით. აბა როგორ ხართ? ხომ ვართ ყველანი კარგად და ჯანმრთელად, როგორ დაისვენეთ? დიდი ხანია ვიდეო არ ამიტვირთია, ფიზიკურად არც ვიმყოფებოდი თბილისში. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიმყოფებოდი თბილისში და გასული ვიყავი ქალაქიდან, მე გამონაკლისის სახით მაინც დავუშვი და პირადი კონსულტაციები მაინც მქონდა, უბრალოდ მომიწია. ხო, მაგრამ ყოველ მდგომარეობაში შევედი. მე კი დავწერე, რომ 10 აგვისტომდე არ იქნებოდა პირადი კონსულტაციები, მაგრამ რა ვქნათ, ხდება ესე, ადამიანს როცა ჭირდება, ადამიანი როცა რთულ მდგომარეობაშია, მე გამოძახებებიც გავაკეთე, ვიმუშავე, პირადი კონსულტაციებიც მქონდა, ამიტომ გამონაკლის ყოველთვის უშვებ, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთული რეჟიმით ვმუშაობ. ეს ჩემი საყვარელი საქმეა, რაც ვაკეთებ, თორე ვმუშაობ ოფიციალურ კომპანიაში, ვარ აბსოლუტური დატვირთვა 9 საათიანი და რა თქმა უნდა ძალიან რთულია, ხო? ამიტომ მჭირდება შვებულება როგორც ყველა ადამიანს. ჯერ ისე რომ არ ვმუშაობთ, ისე გვჭირდება დასვენება და ვინც ესეთი გრაფიკით ვართ, მით უმეტეს, ხო? ჩემო ძვირფასებო, განსაკუთრებით მოვიკითხავ ჩემს ემიგრანტებს ძალიან დიდი სიყვარულით, მოკლედ ყოველდღიური კონტაქტი მაქვს და მიხარია ხოლმე და ძალიან მახარებს მესჯები, რომელიც ხდება, რომ თეკო ერთი დღეც რომ შენი ხმა არ გავიგვან არ მომწერო, აი გონია რომ რაღაცა მოხდება, რაღაცას არასწორად ვაკეთებ. ხო, ანუ კარგია, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, ძალიან მიხარია. მე კიდე მეტად ახლოს ხარ ადამიანთან, ჩამოდიან მე ვხვდებით ერთმანეთს ვნახულობთ, ეხლაც კიდე რამდენიმე ემიგრანტი უნდა გავიცნო, აგერ დაცვაზე ვიმუშავე, აგერ პირადზე ვიმუშავე და უნდა ჩავაბარო, გავიტანო, ვინც იქ ცხოვრობთ, ვაგზავნი ჩვეულებრივად, არანაირი პრობლემა არ არის. ასე დეტალურ კითხვებს რაც შეეხება, აუცილებლად წერთ პირადში TikTok-ზე, ხოლო YouTube-ზე ვიდეოს ბოლოს კომენტარებში დევს ჩემი ნომერი და შეგიძლიათ WhatsApp, Viber, Telegram-ი, ანუ ფიზიკურად როგორც კი ძალიან ვნახულობ ტელეფონს, თუ მე მესჯი არ მაქვს ნანახი, ესე იგი აბსოლუტური სრული დატვირთვა მაქვს, იმიტომ რომ მე სამსახურის მერე ღამე უკვე რიტუალები მაქვს, კონსულტაციები, იმიტომაც არის ხოლმე, რომ ვიდეოებს ხშირად ვერ გიწერთ. მაგრამ პირად კონსულტაციაზე ვერავინ ვერ იტყვის, რომ ვინმეს გავუწელე 3 დღე, 4 დღე არა, ან იმავე დღეს, ან მეორე დღეს აუცილებლად. 2 დღის იქით მე კონსულტაცია არ გადამაგ. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ახლა ჩამოვედი, ერთი რამდენიმე საათია და ეგრევე შევუდგე საქმეს, რომ ჩაგიწეროთ ვიდეო და რატომღაც მე ვიცი, ძალიან რთული პერიოდს ჯერსაც გავდივართ ადამიანები და აბსოლუტურად ამყირავებულია სამყარო, უკვე აღარ გვანახეთ, წეს თუნა ვემორჩილებოდეთ სამყაროს, მაგრამ ვეღარ ვემორჩილებით, სამყაროც გაბრაზებული რაღაცებს არასწორად, ხო? გაბრაზებით და თუნდაც შეიძლება ვიფიქროთ, რომ აი არასწორად გპასუხობს სამყარო, რატო იქცევით, ამიტომ არ შეიძლება მსგავსი რამ სამყაროზე ბრაზი, უნდა ჩვენ ვაკონტროლოთ ჩვენი თავი, ოღონდ რა თქმა უნდა ამ ყველაფერს თავის პასუხი აქვს, არ იფიქროთ, რომ მე ციდან ჩამოვარდნილი ვარ და აი მე ჩემ თავს არ ხდება, იმდენი რამე ხდება და იმდენი რამე მოხდა და იმდენი საოცარი რაღაც, ეხლა ვფიქრობ, რომ საიდან, რანაირად, როგორ, რის გამო, რატო, ის რისთვის, ყველაფერი იმისთვის, რომ ვიზრდებით. ყველაფერი იმისთვის, რომ წინ წავიდეთ. ყველაფერი იმისთვის, რომ არ წამოვწვეთ და ფეხზე ავდგეთ. ამიტომ კი არ უნდა გავუბრაზდეთ, მეც თქვენნაირად გავბრაზებულა. მქონია მომენტები, რომ აი რატო, ეს რაღაცო, ეს გავიარე, ეს ეხა რაღაცო, ხო? მაგრამ ეს იმიტომ რომ გავიზარდო, კიდე მეტი ვისწავლო ცხოვრებაში. მე არ გახლავართ მარტო ტაროლოგი ვარ, ასევე ფსიქოკონსულტანტით, მე ამ კუთხითაც მაქვს კონსულტაციები, ანუ საუბრები გვაქვს ხოლმე, არის რომ ხა ყოველთვის ტაროს გაშლა არ გვინდა და საუბარი გვინდა, ამიტომ არც ეს პრობლემა არ არის. ყველაფერზე წერთ პირადში, კომენტარში, არაფერს არ წერთ პასუხს ჩემო ძვირფასებო. უბრალოდ ვიდეო თუ მოგეწონებათ დაწერთ მადლიერების ნიშნად და გამოიწერთ ჩემ არხს YouTube-ზეც და TikTok-ზეც გამომიწერთ, მადლობელი ვიქნები. ეხლა რაც შეეხება ტაროს შესწავლას, რამდენიმე ადამიანმა, ვინც მოასწრო, მე თხონა იყო მომწერეს პირადში, დავამატე, აგვისტოს ბოლომდეა ფასდაკლება, ამიტომ ინდივიდუალურად ისწავლება ჩემთან ტარო, ერთ-ერთზე, აი ესე გესაუბრებით და რა თქმა უნდა, ყველას და აი ყველანაირ სიტუაციაში ჩობი ერთ-ერთზე ესე პირდაპირ საუბარი. მქონია შემთხვევა, რომ იმ დღესაც საერთოდ არ არის ხასიათზე ლექციის,
მაგრამ სხვა თემებზე გვისაუბრია და განგვიხილე. ამიტომ არც ეს პრობლემა არ არის. მაქსიმალურად ყველას როგორც შემიძლია გვერდში უდგავარ, ვუგებ და ყველა კუთხით, რა ვიცი, ვართ ხასიათზე, არ ვართ ხასიათზე, როგორც შემიძლია ვიგებ. კარგით, ეხლა რაც შეეხება დღევანდელ გაშლას და დღევანდელ კონსულტაციას, ეს იქნება ენატრებით თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს, რომელიც დიდი ხანი არ ჩამიწერია და ან შეიძლება ჩავწერე, მაგრამ ეს ჩემში იჯდა, იმიტომ რომ მე ვთქვი რომ ჩამოვალ, აუცილებლად ეს ვიდეო უნდა ჩავწერო, იმიტომ რომ რაღაცნაირად შინაგანად მე თქვენთან ერთად მაქვს ეს გვაქვს ყველას ფორიაქები, სიტუაციები და ძალიან საინტერესო იქნება, აუცილებლად წლის ბორბალზე მინდა, ასე ვთქვათ, გავშალო დღევანდელი საჯარო კონსულტაცია და ვნახოთ რა იქნება ჩემი ძვირფასებო, იმიტომ რომ ზაფხული იყო, ძალიან ბევრთან, ხო, ხა არ დამიკავშირდებოდით იქ, არეულობა და პრობლემა რო არ იყოს, მით უმეტეს ეხლა მეტად ნერვიულობ და გვეშინია, ვიცით ზაფხულის რომანები კი შეიძლება 100-დან 60% არ მთავრდება, ასე ვთქვათ, ლაითი კუთხით სუბუქად მთავრდება, ფლირტის დონეზე მთავრდება, მაგრამ ძალიან ბევრი შემთხვევაა, რომ ზაფხულის რომანიდან წამოსული სიტუაციები გაგრძელებულა საკმაოდ დიდ ხანს და წლებით და შეიძლება მთელი ცხოვრებაც. ამიტომ იმის იმედზე ვერ იქნებით, რომ ზაფხულის რომანი ყოველთვის მთავრდება ხოლმე, რო იციან, ეგ არ არის კაცო, ეგეთი იმდენია, არა, მაგას ვერ გავიგებთ. ამიტომ გადავხედოთ სიტუაციებს, ვინც მით უმეტეს თქვენ პირადში ცალ-ცალკე მოგიწევთ დასვენება, ცალ-ცალკე ყოფნა, ასევე ძალიან დიდი გაღიზიანებაა ზაფხულში, მესმის ყველაზე, მე თვითონაც ზამთარშიც რომ მკითხო და ზამთარში როდესაც ყინავს, ხო, მაშინაც მithkoms, რომ არა, მირჩევნია ისევ ზამთარი იყოს, იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს ზამთარი, ვერ ვიტან სიცხეს, მაგრამ რას ვიზავთ, ხო, სეზონის დროებია და ვერ შევცვლით ჩვენ ესე მოდის იმ დროიდან ამ დრომდე. კარგით, ეხლა ჩემი ძვირფასებო, თქვენი საყვარელი ადამიანის, თქვენი ძვირფასი ადამიანი, ბიჭოსი, ბიჭები, ვინც მეყურებთ მამაკაცებო, ჩემო ძვირფასებო, ჩაიფიქრეთ პირიქით, ქალბატონების სახელი დაგვარისრულეთ, შეგიძლიათ დაბადების წელიც დაწეროთ, ხო, და ესე ჩაიფიქროთ, გააჩეროთ ვიდეო და ჩაიფიქროთ. მამაკაცები, ძალიან მიხარია, რომ ძალიან ბევრი ყავს, მიხარია ხა იმ კუთხით, კარგი არ არის ხო პრობლემები როა, მაგრამ ის რომ სწორად ესმით ბევრი რამე, ის რომ ზუსტად ესმით და ბევრ ქალბატონზე მეტად ესმით, იმიტომ ახოლმე, რომ მე არასოდეს აქა მოხდა ორი ერკანი და დავწერთ, არასოდეს აი რო იციან, ხო, დაკნინება ჯერ როგორ შეიძლება, ქალები არანაკლები უარესები ვართ ზოგჯერ, ამიტომ არავითარ შემთხვევაში ბევრჯერ მამაკაცებს ესეთი თემები დაუთმიათ, რა ვიცი, ჩვენს გავს რამეს არ დავთმობთ, ხო? ამიტომ არავითარ შემთხვევაში ყველა ჩემთვის ერთია, მამაკაცი მიკავშირდება თუ ქალბატონი, აბსოლუტურად სულ ერთია, ის კი არა პირიქით გამიტყუნებია და მითქვა, შენი ბრალია ეხლა. ამ წუთას შენი ბრალია და რა გინდა ამ ბიჭისგან, ამ კაცისგან, ხო? ამიტომ რადგან ერთ მხარეს ვუშლით აროს, იმას არ ნიშნავს, რომ მეორე მხარემ რამე დააშავა და მეორეზე რამე უნდა ვთქვა, არავითარ შემთხვევაში. ორივე ვარიანტს განვიხილავ, რადგან ის არ მისმის, იმას არ ნიშნავს, რომ იმაზე რამე არასწორი ვთქვა. კარგით, დავიწყოთ დღევანდელი საჯარო გაშლა, ჩემო ძვირფასებო, გამოიწერეთ არხი პირველ რიგში, მადლობა წინასწარ ყველას. და ჩავიფიქრეთ, ვინ არის ჯერ ეს ადამიანი, ვნახოთ, ვისთან გვაქვს საქმე, ჩემო ძვირფასებო და რა სიტუაცია თქვენ შორის, როგორ მამაკაცთან გვაქვს საქმე და რა სიტუაცია ეხლა თქვენ ურთიერთობაში და დასტის ფონმა არც დააყოვნა, თქვენ თვალით მინდა დაინახოთ 4-იანი თასები, კვერთხების ტუზი უკან მიზის და უკან იმპერატრიცას საოცარი, ხა შეიძლება შოქში ჩავარდე და უკან ქურუმი. ხალხო მიყოლებით დამიჯდა ურთიერთობა, მამაკაცი, რომელიც აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე ემოციური პიროვნებაზე მაქვს საუბარი. აქ არის ფიქრობთ ის, რომ აი რაღაცა უფრო წყლის სტიქისა და მამაკაცის გულისხმობ უფრო და ახლა ამ წუთას კი ბატონო დასტის ფონი მეუბნება, რომ ურთიერთობა აბსოლუტურად უემოციურ მდგომარეობაში გადასული ურთიერთობა, რომელიც იყო აქტიურ ფაზაში, მამაკაცი, რომელიც იყო ძალიან აქტიური, ემოციურად ჩართული, არ ვიცი, საოცარი, მაგრამ ყველაზე მთავარი აქ ნახეთ რა არის საოცარი კითხვა, არც და ამას მევინა, არ გადავსულ ვარ ჯერ შემდგომ საკითხს.
სიახლზე თქვენთან რა ხდება, მონატრება მე ვინმე არის თუ არა და პირდაპირ დამიჯდა ხალხო ქურუმი ქალი და იმპერატრიცა პირდაპირ დამიჯდა აქ ის რომ მესამე პირების სიტუაციას ვუყურებთ თამამად შემიძლია გითხრათ რომ აქ არის მესამე პირების სიტუაცია არ ვიცი რა თქმა უნდა თქვენ ხართ თუ ის არის მესამე პირი ხო ამას ვერ გავიგებთ ეხლა ეს არის საჯარო გაშლა ამაზე უკვე პირადში რო გადმოხვალთ კიდე უკეთესად განვიხილავთ მაგრამ ნამდვილად თამამად 1000% დარწმუნებით გეუბნებით, რომ აქ იყო მესამე პირის თემა, რომლის გამოც აღმოჩნდით აი ამ მდგომარეობაში და რომლის გამოც აღმოჩნდით აი ესე ფანჯარასთან ჯდომი შეწუხებულ სიტუაციაში, შეწუხებულ აბსოლუტურად აი როგორ იცით, აღარაფერი რო არ გინდათ, აღარაფერი რო არ გიხარიათ, იყავით კიდევაც შეიძლება წასულები, ჩამოხვედით ყველაფერი, მაგრამ აი გაკანკალებთ, გაშფოთავთ, განერვი, აი ყველაფერი რო ერთად ხდება. რაღაცა კოშმარული დღეები და ღამეები რო გაქვთ გავლილი, იმიტომ რომ საოცრება ის არის, რომ ყველაზე მთავარი აქ კი ბატონო სარკისებული სიტუაციიდან და აი ამ კრუგზე სიარული მდგომარეობიდან, რასაც არ ვიცი წლებია როგორ ჩას გადიხართ, შეიძლება რამდენიმე თვე არც ერთ პრობლემა არ არის. აი ამ თასებიდან გადავედით სასტიკ ბრძოლებში, არ ვიცი, ხელჩართულ ომში, აბა მევაჯობო, აბა ის ამას არ დავუთმობ, ну საერთოდ რაღაცა, არ ვიცი, ომში ხართ. ეხლა იმყოფებით ომში, ჩემო ძვირფასებო. ვინც მეტახმებით შეგიძლიათ კომენტარში, შეგიძლიათ რა ვიცი, პირადში ვნახოთ, იმიტომ რომ საოცარია, რასაც მე ახლა ვუყურებ, ყველაზე საოცარი რა არის, ჯერ ხო ტარო ისედაც საოცარია და მთელი ცხოვრება ვსწავლობთ ტაროს, ხო? იმიტომ რომ ტარო ჩვენ ცხოვრებას გვასწავლის და სამყაროს. მაგრამ ყველაზე მთავარი და ვიზრდებით თითოეული ტაროს გაშლის დროს. მაგრამ მით უმეტეს ვინც სწავლობთ, ხო, და ჩემო სწავლების გასაგონად ვიძახი, ხო, აი არ ვიცი, თვითონ მეტყვიან ხოლმე რომ საოცარი შეგრძნებით ვიღვიძებ ყოველდღიურად ეკო. ანუ აი ამის თქმა მინდა მიხვდით რომ სანამ გადავედი რა მოხდა უკვე დამისვა დასტის ფონი და აი რატომღაც ინტუიციურად წავედი მივყევი და რადგან კვერთხების ტუზი იყო ესეთი აქტიური სიტუაცია იყო და უკან ქურუმი და იმპერატრიცა ორი ქალის რადიკალური ჯახი ორი ქალის რადიკალური რქებით დაჯახება და ასე მამაკაცებო ვინც მიყურებთ რა მნიშვნელობა აქვს ორი კაცის მიხვდით მესამე პირი მამაკაცები მესამე პირი ქალბატონები ვინც მიყურებთ შეაბრუნეთ აბსოლუტურად ერთ-ერთზე რეზონირდება თუ ვინმეზე უბრალოდ ვიზეც რეზონირდება მამაკაცი მიყურებთ თუ ქალი მნიშვნელობა არ აქვს იგივენაირად ჩაფიქრებულია იგივენაირად თქვენივეზე ვშლი თქვენზე ვშლი მამაკაცებო და ქალბატონებო საოცრება ჩემო ძვირფასებო ომი დავიდარაბა არ ვიცი ხელჩართული ბრძოლა აქ არ არის გამორიცხული რომ აქ რაღაცა საბუთების სიტუაციებიც არის არ ვიცი ეს ახლა შეიძლება კონკრეტულად საქმეს უკავშირდება მაგრამ არ არის გამორიცხული რომ უკვე განქორწინების თემაზეა მისული მამაკაცი ნახეთ კონკრეტულად გულისხმობ ახლა და რაღაც საბუთები რაღაცა ის და აფორიაქებული კონკრეტულად ამ მდგომარეობის გამოც არის და თქვენთანაც დაიძაბა სახშიც დაიძაბა მეუღლესთანაც მიხვდით ეს ერთი ვარიანტი და მეორე ვარიანტი არის ეს ერთი ვარიანტი რომ საბუთების თემა და მეორე ვარიანტი არის ის, რომ უკვე ცოლის ყურამდე მივიდა ეს თემები და კონკრეტულად შეიძლება ცოლიც არის მესამე პირი. არავინ არ თქვას, რომ აი ყოველთვის მეორე ქალბატონია, თქვათ ქურუმი, ხო, მესამე პირი არა. ცოლიც შეიძლება იყოს მესამე პირი, იმიტომ რომ როდესაც შენი არ არის და შენ წლები ეპოტინები ადამიანს ძალიან დიდი ბოდიში, მერე რა. მეც ყავს შვილები და მეც ყავდა მქონდა ცხოვრება ეს იმას ნიშნავს რომ კისერში მოვკიდო ხელი მე შენგან შვილები რადგან ყავს მოდი ეხა და დაჯექი და როგორც კიდე პასუხი აკეთო რა ჯანდაბათ მინდა ისთვის მინდა ხო ამიტომ ეს მინდა რომ სწორად გაანალიზოთ ვიზეც არის ეს გაშლა ეს მინდა რომ ზუსტად გაანალიზოთ ვიზეც არის ეს გაშლა და აი იმის მიხედვით უკვე გადავწყვიტოთ რა როგორ და რანაირად რა თქმა უნდა ამაზე პირადი ჩათვალეთ პირადი ან იმ დღესვე ან მეორე დღეს აუცილებლად შეხონე ვნახოთ ახლა ვინ ხართ ამ ადამიანისთვის ხო აქ უკვე ისედაც დავინახეთ რადგან თქვენს გამო უბიდა ჭხუბია ესე იგი და თქვენ წარმოედგინეთ რომ თქვენ ყურამდე არ მოდის როგორ გიფრთხილდებათ ხედავთ რომ არ ინერვიულოთ რამდენად ძვირფასი ხართ ამ ადამიანისთვის მაგრამ რა თქმა უნდა ხასიათები კაცს კიდე ისეთი თემა ქალებს თუ შეგვიძლია კონტროლი კაცს უფრო არ შეუძლია უჭირთ რა აი ესე დალაგება სწორად მე იმასთან ჭხუბი მოვა იმასთან გავფუჭდება ხო ხტებით და აირია კარგით ნახოთ ვისთვის ვინ ხართ აი არ ვიცი ხალხო იქაც თასები, აქაც თასები, რამ დონის ემოციურ ურთიერთობა, ეს ძალიან დიდი კავშირია.
მე თქვენ ადგილას თუ ჩემთან გამოძახება გაკეთებული თქვენ არ გაქვთ პირველი ეხლა ვისაც გაკეთებული აქვს იმათმა იციან აი ეხლა მაშ დასვენებლად ვიყავ მაგრამ იქაც გავაკეთე ნახეთ სამი ღამე მჭირდება ოღონდ ამისთვის ნახეთ აი თქვენ ადგილას აი მე რა კავშირსაც ხედავ აუცილებლად გავაკეთებდი გამოძახებას აუცილებლად ვნახავდი კავშირი რამ ხელა მე კიდე უბნებით აქ რომ ძალიან დიდ ემოციურ კავშირზე გვაქვს საუბარი იმიტომ რომ ადამიანისთვის ჩვეულებრივად ოჯახის წევრი ვითხართ ადამიანისთვის ხართ აი როგორ გითხრათ ოჯახის წევრს კიდე თავი დავნებოთ ოჯახის წევრთან კიდევ კამათობ ჩხუბობთ არა ძალიან ძვირფასი ხართ მისთვის ძალიან განიცდის თითოეულ ეტაპს აი იმიტომაც ხართ ეხლა ესე რომ გონიათ რომ ყველაფერი დასრულებულია და მხოლოდ გახართ და აი ამ ერთ მესიჯს დაყურებთ, როდის მოიწერება, როდის გამოვა კონტაქტზე, ან თქვენ რომ იწერთ უყურებთ, როდის მომწერს და განერიულებულ მდგომარეობაში და იმიტომ გონიათ რომ ყველაფერი დასრულებულია. რა თქმა უნდა, როდესაც კითხვას ვენატრები თუ არა საყვარელ ადამიანს, ხო, საჯარო გაშლის სათაური რაც არის. აქ არა მაქვს საუბარი გუშინ რო ვნახე და შევხვდით და დღეს ხო აქ არის რა თქმა უნდა, აქცედაც მიხვდებით. საღადმოაზროვნე ადამიანები და ადეკვატური ადამიანები რომ აქ არის დაშორებულ წყვილზე საუბარი აქ არის რაღაცა ურთულეს სიტუაციაზე აქ პირდაპირ გეუბნებით მესამე პირის მდგომარეობა აქ პირდაპირ კი ბატონო ხშირება მითხრათ ზოგთან რომ აი დედამთილის თემა კი ეგეც ხდება რომ ვიღაცასთან დედამთილის თემა ვიღაცასთან ნათესავის და თქვენ ცოლ-ქმარს ხო ნუ რა ესეც ხდება მაგრამ კიდევ მე რომ ეს არის ინდივიდუალური ამაზე უკვე პირადში უნდა ნახო ხა ზე პირად რა გითხრათ მაგრამ ის რომ მესამე პირის გამოხდება ეს ყველაფერი და იმიტომ ხართ ასეთი შფოთვით, ასეთი მდგომარეობით პლუს ამას ზაფხული, განერიულებული თანსამსახური ამ სიცხეში, აი ყველანაირად მესმის თქვენი ჩემო ძვირფასებო. ამიტომ ნახეთ ძალიან განიცდის ადამიანი და მე კითხვაც რო არ დავსვავ, ვენატრები თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს აქ მე ისედაც ხედავ, რამ ხელაზე ძვირფას პიროვნება ხართ მისთვის. რამ ხელა ემოცია გაკავშირებთ და რა არ ვიცი, ძალიან დიდი კავშირია თქვენსა და მას შორის. ნახოთ ვენატრებით თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს. ნახეთ აქ აი რა როგორ აი არ ვიცი ენა დამება ოღონდ მართლა არ ვიცი აი ვის გეხებათ ეს გაშლა მართლა მაინტერესებს ბევრი რა თქმა უნდა ვერ დაწერთ მით უმეტეს TikTok-ზე ვიცი რომ არ წერენ ხოლმე და პირადში მწერენ რომ თეკო იქ მე ვერ დავწერე და აქ მოგწერ არ არის პრობლემა გადმოგწანდით ვის გეხებათ ვნახოთ რა ხდება პირადში გავაკეთოთ გამოძახება აქ კავშირი სასწრაფოდ უნდა ვნახოთ ნახეთ რამდენი რამე ასწავლეთ ამ ადამიანს ნახეთ თქვენს რამდენი რამე ისწავლეთ მისგან ნახეთ რამ მდგომარეობამდე მიიყვანეთ საკუთარ თავს როგორ ებრძვის და იპოტინება მაგრამ თქვენ გარეშე ვერძლებს როგორი მონატრება აქვს ნახოთ კიდევ ვენატრებით თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს და ბოლოს რჩება აი სად დამიჯდა კიდე მესამე პირი და მე აქ დავამატებ აუცილებლად არკანებს ვენატრებით ჩაფიქრებულ ადამიანს ვენატრებით თუ არა ჩაფიქრებულ კიდევ ამატებ არკანებს ძალიან ცუდად არის ვენატრებით კი არა და აი დედას გეცებთ ახლა უბრალოდ გავყავი და შეხედეთ რა ცუდად არის ზუსტად იცის რომ ერთი ურთიერთობიდან უნდა წავიდეს ეს იცოდეთ ვინც ამ გაშლას უყურებთ სასწრაფოდ განა ისე რომ აი ხვალ და ზეგ არა სასწრაფოდ თუ გინდათ სხვა ტაროლოგს მე არ მაქვს პრობლემა მაგაზე მაგრამ რა ვიცი 1 საათი მაინც ჭირდება ხოლმე მე პირად კონსულტაციაზე რომ ყველაფერი ვნახო და ჩავშალო სასწრაფოდ და პლუს გამოძახება უნდა გაკეთდეს აქ იმიტომ რომ გამოძახებით ადამიანს კიდე პლუს ვაკავშირებთ მიხვდით ადამიანი რომელიც გარკვეული ეტაპი არ გამოსულა კონტაქტზე მასთან კავშირს ვადგენთ მიხვდით ამიტომ გამოძახება ყოველთვის კარგია აი შეხედეთ ოღონდ პირველ რიგში ვნახულობ კავშირს ენერგეტიკას როგორ ხართ ერთმანეთთან და რამდენი პროცენტია და რამდენად ღირს ამ ადამიანისთვის ბრძოლა. ერთი ურთიერთობა უნდა დატოვოს ეს იცოდეთ. ოღონდ მე ამას ვერ გეტყვით ახლა ეს პირად როგორ გითხრათ რომელი ურთიერთობას დატოვებს. ეს უნდა ვნახო პირადში ხა ამაზე პირად ვერ გეტყვით, თორემ მონატრება ძალიან დიდი აქვს. და თუ თქვენ დაგტოვათ ეს იმას არ ნიშნავს რომ არ უყვარხართ. ძალიან შეიძლება უყვარდეთ, მაგრამ ნახეთ თქვენ თუ არაფერს გაკეთებთ, ბოდიში მაპატიეთ, მაგრამ ფეხ-ფეხზე გადადებული ბიჭდებით, რა ვიცი, აბა.
ხო ხდებით ეს წამოწოლილები არა. მაგრამ ვინც უმუშაობთ და ვინც ჩემთან ეხა მუშაობს ამ საკითხზე ვართ, კი ბატონო, ეგ საერთოდ სხვა. ეს შეიძლება რაღაც ეტაპზე გეხებოდეთ თქვენც, მაგრამ ვისთან უკვე მუშაობა დავიწყე, იქ უკვე სიტუაციები დაძრული ყველა ვარიანტში არის. იქ ყველა ვარიანტში დაძრული, რა თქმა უნდა, თქვენც მეხმარებით, თქვენ თუ არ დამეხმარეთ და თქვენ თუ იტირეთ და მარტო მე ვიმუშავე, ესე არ ხდება. ნახოთ რას გვირჩევს ტარო, ძალიან ენატრებით ჩემოძირფასება, საოცარი ემოცია და საოცარი კავშირია, გადავირიე. რას გვეტყვის რჩევა? აი, რჩევაში. დაიწყე ყველაფერი ნულიდან, დაიწყე ყველაფერი თავიდან და იმუშავე, რომ აი ამ გაურკვევლობას მოიღოს ბოლო. ნახეთ რა არკანები დამიჯდა. ბოლო მთვარის არკანია. ამ გაურკვევლობას ბოდიში ჩუა იყო, მთვარე იყო შუა და ბოლო იყო გვიანი პენტაკლი. ნახეთ პირველი იყო სულელი. ანუ დაიწყე ყველაფერი თავიდან, რომ აი ამ გაურკვევლობას მოიღოს ბოლო იმუშავე. ანუ იმუშავე ხა სამსახურში იმუშავე ხო არ გეტყვის. ანუ ენერგეტიკულად გავცეთ მეტი, რომ ადამიანი მოვიდეს, მე გეუბნებით, ეხლა როცა ერთად ხართ და ერთი ენერგეტიკა გაქვთ, თორე ხა თქვენ უბრალოდ მემაპატიეთ, მაგრამ მარტო სექსუალური ურთიერთობა რო გვაკავშირებს, მე იმ ხალხზე არ მაქვს აქ საუბარი. ბევრი მყავს ესეთიც, რომ მხოლოდ სექსუალური ურთიერთობა. იმათზე არ არის ეს გაშლა, ხო, ისედაც მოხდებით თქვენ. რომ ზექვე მთავრდება ყველაფერი, კოცნას გავიგზავნი ერთი კვირა დაიმშვიდობები, ერთ კვირაში ნახავ. მიხვდით? კი ბატონო, მე ამათიც მესმის, მე რა მოხდა, ხდება ესეც. მაგრამ აქ საერთოდ სხვა რამეზე მაქვს საუბარი, ეს ეხება იმათ, სასწრაფოდ, რა ვიცი, აი როგორ გაგითხათ, ყველა ვარიანტში პირადი გჭირდებათ. სასწრაფოდ უნდა გადმოგცანდეთ, რომ ვნახოთ ყველაფერი დეტალურად. საოცარი გაშლა. საოცარ მონატრებასთან გვაქვს საქმე, საოცარ შეგრძნებებთან გვაქვს საქმე და ეს მარტივი ურთიერთობა არ არის და ყველაზე მთავარი ეს არ არის დასაკარგი ურთიერთობა. და ვერც დაკარგავთ, თქვენ რომ გინდოდეთ, მაინც ვერ დაკარგავთ. მაგრამ რა თქმა უნდა, მაშინ გამოდის ის, რომ თქვენ თუ არაფერს გააკეთებთ და წამოწოლილები იქნებით ბოდიში, მაგრამ ვინც მეტს აკეთებს, მე არ გეუბნებით აქ კაცო, რომ ესე ეჭეჭკურო და არ არის ლაპარაკო. მაგრამ როცა ადამიანი თქვენია, მე მაპატიეთ, მაგრამ მე ლანგრით ვერავის ვერ გადაულოცავ, როცა ჩემია ადამიანი. და როცა ჩვენ ერთად ბევრი რამ გავიარეთ, მე ვერავის ვერ გადაულოცავ. მე პირადად ესეთი ვარ, ესეთი მებრძოლი ვარ. არ ვიძახი ძალით, კიდევ ვიმეორებ, ხა წეგან რაც მოყევი, ხო, იმიტომ რომ შვილები გყავს და იძალაო, არა, ეს არ არის შენი ადამიანი და გრძნობ. მყავს, იმიტომ რომ ბავშვების თემაში რაღაც, მაგრამ არ არის სწორი. ამიტომ სწორად და გარკვევით იმედი ავხსნი და ზუსტად ისე მიიღებთ, როგორც ხსნი. საოცარი მონატრება, საოცარი შეგრძნებები, საბოლოოდ შევჯამდეთ ძალიან დიდი ომი, ორომტრიალი, პლუს მესამე პირი, პლუს როგორ ჩანს ცოლია თუ პეტრე პავლე რა მნიშვნელობა აქვს ამას და შუაზე გაყოფილი სიტუაციები. დეტალურად გველოდებით პირადში, კომენტარში წერია YouTube-ზე ჩემი ნომერი, WhatsApp, Viber, Telegram-ზე, ხოლო TikTok-ზე წერთ პირადში და მე თვითონ გიკავშირდებით. ან დამიტოვეთ კი ბატონო ნომერი, ან კიდე არ აქვს მნიშვნელობა, მომწერეთ და მე მოგწერთ და დამამატებთ. არც ეგ არ არის პრობლემა. ან იმავე დღეს, ან მეორე დღეს ვშლი. დანარჩენ კითხვებზე კიდე დეტალები, გამოძახება, ფინანსები, დაცვა, ანუ რა ჩაკეტვა, რა მნიშვნელობა ყველაფერზე წერთ პირადში. ეხლა დაგემშვიდობებით ჩემო ძვირფასებო დროებით.